რუსთავში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევაში შუახნის მამაკაცია მსხვერპლა. რუსთაველისა და ბათუმის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს Volkswagen-ისა და Žigulis მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. როგორც თვითმხილველები ქრონიკასთან ყვებიან, შეჯახების შემდეგ Volkswagen-ის მარკის ავტომობილი ამოტრიალდა და ბორდიურზე მდგარ მამაკაცს შეეჯახა. შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების განცხადებით გზის სამონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია, მიზეზი კი საგზაო ნიშნების არარსებობა. Volkswagen-ის მძღოლმა ავარიის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო. შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან Žigulis მგზავრები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. ხმა გავიგე და ქვემოდან ჩამოვედით, სხვა არაფერი არ ვიცი. დაზარალებული არის ვინმე თუ? აი როგორც მოვედი, ვიღაცა დაღუპულა რა. რო გადაატრიალ და დაურტყია მანქანას. აი მანქანას აი. ერთი ადამიანია გარდაცვლილი? ერთი არის მამაკაცია. ავარია მოხდა და კაცი მოკვდა, მე მგონი აქ. კაცი მოკვდა რა, სანამ სახში არ შემოგვიორდება ეს ყველა კუდარი, მანამდე სვეტაფორს არ დადგავენ აქ. ჯობია რომ მიხედონ ამ სიგვიმაზე. უაზრო ჯვარედის. ფეხით მოსიარულეს დაეჯახა ავტომობილი. ავარიის მომენტში ეგრე ამბობენ, მე არ მინახავს. ფეხით გადადიოდა კაცი და იმ ავარიის დარტყმის მომენტში დაარტყა კაცი.